გამარჯობათ მეგობრებო, ჩამოვამწერებო. გუშინ დავიწყე ერთ-ერთი პროექტი, ახალი პროექტი, ერეკლეს ხმლის მოდიფიკაცია დასაკეც ვარიანტში. და ერთ დილემაზე შევჩერდი ახლა. მოსაფიქრებელი მაქვს ერთი დეტალი. კერძოდ რა თვითონ პირის სახსარი აი ეს პირი რაშიც უნდა ჩამაგდეს, მაგრამ ეს არის შაბლონი. ესკიზი. ერეკლეს ხმალზე წინ ვადაჯვარზე ეს არის გამოსახული. ეს უნდა დავიტანო Z. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი ეს სახსრის ეგრეთ წოდებული შურუპი ჯანჯიკი ხრახნი, ასე რომ ვთქვათ ქართულად, ხო? ზუსტად აი ეგ უწევს, აი თვალთან. ის უნდა მოვიფიქრო ახლა, რომ ამას ნაკლატკას რო დავარტყავ. ჯერ ისიც ვერ გადამიწყვეტია თითფერის ნაკლატკა დავარტყავ, თუ ფოლადის ნაკლატკა დავარტყავ. მაგას ამაგამ გადავწყვიტავ. აი ესეთი გამოდის მთლიანობაში. ეს იქნება ტრიადლოკის ჩამკეტის სისტემა. ჯერჯერობით მხოლოდ ამ სისტემაზე მუშაობ. აი ეგ ტრიადლოკის. და აი ეს კუდი. ეს კუდი იქნება. სადაც ჩადგება ზამბარა. ერთობლიობაში გამოდის ესეთი დანო. აჩა, აღამივარდეს ხელიდან. აი ესეთი დანა გამოდის. აქ მოხაზე იმით მარკერით თუ რაღაცა თუ აქ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, ამას ჩამოვწევ, ვადაჯვარს ჩამოვწევ ქვევით. და აი ამ გამოსახულებას ჩამოვიტან მეთქი აი აქ. აი აქ ჩამოვიტან. და აქ დიდ ატკოსებს გავაკეთებ. ეს დიდ დახრებს გავაკეთებ მეთქი. აი მაშინ. აი ესე. დიდ ატკოსებს გავაკეთებ მეთქი, რომ ვადაჯვრის იმიტაცია შექმნას. როგორც ხმალზეა ვადაჯვარი. თან მეორე მხარესაც არაბული წარწერაა. და ისიც მინდა დავსვა. მაქსიმალურად მინდა ერეკლეს ხმალს დავამსგავსო რა. და უნდა იქნება დასაკეცი ვარიანტი. ზოგადად აი ეს ქართული თემა მაქვს არჩეული და ჩემ დასაკეც დანებზე. იმიტომ რომ აი მაგალითად რატო გავაკეთო თქვათ ყველას კულტურას და ყველას იმას ისტორიას პატივცემ მე პირადად, მაგრამ რატო გავაკეთო Z დრაკონი და ეშმაკი, როცა ესეთი მდიდარი ისტორია მაქვს და ესეთი მდიდარი წარსული მაქვს. და მით უმეტეს სამაგალითო წარსული და სამაგალითო მეფეები და მოღვაწეები. აქედან გამომდინარე მირჩევნია ჩემი გავაკეთო, ქართული გავაკეთო, ვიდრე უცხოური. და ჩემ ისტორიას და ჩემ კულტურას გაუსვა ხაზი ჩემ ნამუშევრებში, ვიდრე სხვას. ისევ და ისევ ყველას ისტორიას, ყველას წარსულს და ყველა ერთს პატივს ვცემ. უდიდესი პატივისმცემელი ვარ მით უმეტეს იაპონური და ჩინური კულტურის, მაგრამ ჩემი მირჩევნია. ესეთი გამოდის ერთობლიობაში. აქაც ნაკლად გაწევა. მე მგონი უფრო იმის უჟანგავი ფოლადის ნაკლატკებს დავარტყავ. აქ კი მინდა ერეკლეს ხმალზე, კულზე. ეს არის ჩვეულებრივი ორნამენტიკაა გატარებული, მაგრამ
მე მინდა ერეკლეს გამოსახულება ჩავსვა. და პირზე მაგალითად პირზე არაბული წარწერა, მეორე მხარეს ქართული წარწერა, რამდენადაც მახსოვს. და მინდა სამხრეს ერეკლეს რომელიმე ბრძოლის ამსახველი სიუჟეტი დავიტანო გრავირების სახით. და მეორე მხარეს წარწერა, არ ვიცი ჯერ. ნენელა იმოშვები. რაც თავია ეს ფორმა დავსვი. და კიდევ ერთი საკითხი. აი როცა დასაკეთს დანას ეხება საქმე. ნებისმიერ დასაკეთს დანას. აი ეს საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ეს შურუპი იმიტომ ამოვატრიალე ახლა რომ უფრო თვალსაჩინო იყოს. ნახეთ? აი ეს სახსრის ნახვეტი ზუსტად მოქცეულია ფიქსატურის კბილის პარალელურად. აი ეს. მაგალითად ერთ-ერთ დამკვეთთან ესეთი შეიძლება ითქვას კამათიც მქონდა რომ ესო პირს ამოკლებსო და პირი ცოტა წინ წაიწიოსო. მაგალითად ახლა აქ რა არის გათვალისწინებული? კი ბატონო პირი წაიწევს და მაქსიმუმ მოიმატოს პირმა სიგრძეში მილიმეტრი ნახევარი. მეტი არა. მაგრამ პირის წინ წაწევის ხარჯზე იძულებული ხარ ფიქსატორის კბილის ზომა დააპატარავო. ფიქსატორის კბილის ზომა პატარავდება და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს ცენტრში რო არის კბილის ეს ცენტრი ეს ჭრილი ინაცვლებს წინ. თქვენ წარმოიდგინეთ სახსარი უკანაა და კბილი აწვება წინ. აი ეგ რო აწვებოდეს ახლა კბილი ამ ადგილას. დაიკავებს დანას პირს. კი ბატონო დაიკავებს, მაგრამ პატარა ძალისხმევა და პირი აიკიდებს შატკას ასე რომ იტყვიან. ჟარგონულად რო ვთქვათ. აქედან გამომდინარე მირჩევნია მილიმეტრი ნახევრით პატარა იყოს პირი. ვიდრე აქ იყოს სისუსტე. პლუს მაგას ფიქსატორი რო პატარავდება, იმაში რა ქვია სიგრძეში და ეს კბილის სიგანე რო უპატარავდება. პლუს ამას ესეც უნდა დაპატარავდეს. შესაბამისად ეს უნდა გაიზარდოს. მაგრამ ამის გაზრდის, აი ამ ადგილის გაზრდის ხარჯზე აი ეს თხელდება და იჭრება ზუსტად აი ეგ. წესით. ურჩება სადღაც 2 მილიმეტრი სისქე სახსრიდან აი აქამდე. აქედან გამომდინარე მე შევიმუშავე პირადად ჩემ დანებზე. შევიმუშავე ისეთი მექანიზმი და ისეთი გეომეტრია, რომ მაგერ კბილის დანის კუდის მოცულობა აი ცენტრიდან არის 6.5 მილიმეტრი, აქაც 6.5 მილიმეტრია და კბილის სისქე კბილის სისქე 7.5 მილიმეტრი. არა, 7 და 3. ყველაზე პატარა ჩემ დანაზე, ყველაზე პატარა ფიქსატორი. ჩემ დასაკეთებელ დანაზე. გახლავთ 5.5 მილიმეტრი. აი ეს სიგან. 5.5 6 მილიმეტრი. აი ეს აი ამის სიგანი, სისქეში არის 3.5 მილიმეტრი,
ეს არის ზეგან რა ვთქვით 7 და 3 და 3 მილიმეტრი. ასეთი გამოდის. ეს უკვე ვერ მოვასწრებ ნაკლატკების დარტყმას. თან ესეც მოსაფიქრებელი მაქვს, აი ამას როგორ ავწდე. ალბათ სავარაუდოდ ეს როგორც მაქვს დახაზული მარკერით როგორც ამაქვს დახაზული ისე მომიწევს გაკეთება, იმიტომ რომ აი ამ დირკას ვერ გავწდები და ვერ გადავფარავ. სავარაუდოდ ესე მომიწევს გაკეთება. ან მაგალითად შურუპი რო დაიჭირება, მე გამოუჩარხო პატარა დეტალი იმისი რანაკლასტკასაც დავარტყავ იმისგან გამოუჩარხო და ჩავსვა დროთა განმავლობაში ამოვარდება. აქედან გამომდინარე უფრო ვფიქრობ აი ეს ჩამოვიტანო ვითომ ეს აქ ატკოსი მივცე. აი აქ რომბს ქმნის ის რა ქვია ვადაჯვარი რომბს აკეთებს. აი ეს რომბს აკეთებს, მაგრამ აქ თუ რომბს აკეთებს, აქიდანვე ქვემოთ დახრას მივცე და ვადაჯვრის იმიტაციას შექმნის. ზოგადად დასაკეციდან ახლა თავის გეომეტრიებს ითხოვს. ეგრე არ არის. პირდაპირ გააკეთო. აი მაგალითად ეს კუდი ერეკლეს ხმალს უფრო ეს 90 თითქოს 90-იან კუთხეს ქმნის თითქმის. მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა გაშლას ითხოვს, რომ პირი ჩაჯდეს შიგნით. არ გადაცდეს და არ გადმოცდეს იმას. და ეს უკვე დაკეცილი მდგომარეობაში. ეს იქნება ამაში რო ჩაუჯდება ენა რო ჩაუჯდება და ზამბარა დაჭიმავს ამას, აქ უკვე რჩება მილიმეტრი, 3 მილიმეტრი და 2 მილიმეტრი აქ. ესე პირი აი ეს მე ვინჩას ვიდეოში ესე იქნება ერთობლიობაში გაშლილ მდგომარეობაში იქნება აღარ მახსოვს ზუსტად რამდენია 29 სანტიმეტრია თუ არ ვცდები. ამას რო ზამბარა რო ჩაუჯდება და რო დავჭიმა უკვე რო დაიჭიმება, მე უკვე ადვილი გასაზომი იქნება. მე მგონი ლამაზი გამოვა. პირზე მთლიანად გრავირებაში დაიფარება. სტიამოც agacile იქნება ასეთი. კარგი. ეს აუცილებლად თუ მაქსიმალურად მინდა დავამსგავსო ერეკლეს ხმალს. მაქსიმალურად. ერთმა მკითხა კიდე ეს საკანცელარიოდან რა თქინდაო ამდენი იარაღები და ეს სამუშაო იარაღები გაქვსო და რატო გავაფუჭო საჭრისი როცა რო შევაწებებ აქ ორი ფირფით არის ერთმანეთზე შეწებებული ხო და რო შევაწებებ მაგალითად რატო გავაფუჭო ხის საჭრისი
თუმცა ამითაც შეიძლება იმ წებოების აფრიკო. უნდა გჭირდება საგანცელარიო დანა. ასეთი ამბობს ბატონო. მადლობა ყველას წარმატებებს გისურვებთ. ეს კიდე ეს ხერხი სპონტანურად გავაკეთე. ძვლის და იმის საჭიროა თვითონ დანის მასალისგან. ეს მონარჩენი დამჭა. გავაკეთე ხერხი. ხშირ შემთხვევაში იმპროვიზაციას უნდა მიმართო, როცა მეტალზე მუშაობ. განსაკუთრებით, როცა მეტალზე და ხეზე მუშაობ ერთად. კარგი დროებით და გამშვიდობებით ყველას. მადლობა ყველას წარმატებებს გისურვებთ. მადლობა